შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. მოკლედ დღეს ვისვენებ და დასვენების დღეს მაინც რო არ ჩავწერო თქვენთვის ვიდეო, ისე არ გამოვა. ხო და ისე კარგად დაემთხვა ჩემი დასვენების დღე. დღეს არის ელენეს დაბადების დღე, ჩემი მეგობრის, ელენე გილოცავ. მრავალს დაესწარი, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, რა ვიცი, კარგ სწავლას, კარგ მომავალს, ნათელ მომავალს და ვისურვებდი, რომ რაც კი ოცნებები და მიზნები გექნება ცხოვრებაში, ყოველივე აღსრულებოდეს რა. იმიტომ რომ მე უკვე სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ჩვენთან ხა ადამიანები ვართ და ძალიან ბევრი ოცნებები გვაქვს ხოლმე ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ოცნებები გვაქვს, მაგრამ ძალიან რთულია ამ საქართველოში, ამ სიტუაციაში და ამ გარემო პირობებში ცოტა რთულია, რომ ადამიანმა ყველა ოცნებები აიხდინოს და ყველაფერს მიაღწიოს, რისი მიღწევაც სურს, მაგრამ ყოველთვის გისურვებ, რომ იმის ძალა და ენერგია მოგცეს ღმერთმა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, რომ შენი ოცნებებს და მიზნებს მიაღწიო. აუცილებლად ჯერ ბავშვია, ჩემთან შედარებით 16-ის გავხდიო მეთქი, 17-ის მაინც გახდებოდა თქო და 16-ის გავხდიო და მე ამ დროს 19 წლის და პირველად დაემთხვა ჩემი დასვენების დღე ესე კარგად პირველად დაემთხვა, იმიტომ რომ რა ვიცი, ყოველთვის როცა რაღაცა ხდება, ყოველთვის ვმუშაობ. მარიამობა, თუ გიორგობა, თუ ახალი წელია, თუ აღდგომა, თუ რაც არის, ყოველთვის ვმუშაობ. აღდგომა იყო და სამსახურიდან ეგრევე ტაძარში გავიქეცი და სამებაში შევხვდი აღდგომას, ძალიან კარგი დღე იყო. ახალი წელი იყო და სამსახურიდან გავიქეცი და მეტროში შევხვდი ახალ წელს, სხვათა შორის ვარკეთილში შევხვდი ახალ წელს. ოღონდ მაშინ ვარკეთილში არ ვცხოვრობდი. ეხლა ვარკეთილში ვცხოვრობ და მაშინ უბრალოდ ნათესავთან უნდა გავსულიყავი, რაღაცა ხელში ღვინო, ისა შოკოლადი რაღაცა მივდივარ ნათესავთან და შევხვდი ახალ წელს მეტროში. ხო და გუშინ დაურეკე საღამოს პირველის ნახევარზე დაურეკე და მიულოცე დაბადების დღე და ბავშვები მარჩვენა თავისი მეგობრები მისულან, ტორტით დაადგნენ, კარებთან უმღერეს რაღაცა და ხვალო 8 საათზე რესტორანში გელოდებიო და მეთქი ოკეი, რა პრობლემაა. ხო და რა ვიცი, ნახოთ. დღეს ძალიან კარგი დასვენების დღე უნდა გამომივიდეს. რამდენი ხანია არ გავსულვართ მე და ელენე ერთად არსად. მე და ელენე ვართ პირველ რიგში ნათესავები და ბავშვობის მეგობრები, რომელიც მთელ ზაფხულს და მთელ არდადეგებს ერთად ვატარებდით ხოლმე დილიდან საღამომდე ერთად ვიყავით და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს ერთმანეთთან. თუმცა მის ოჯახსაც ძალიან დიდი პატივი აქვს ჩემთვის ნაცემი და უღმესი მადლობა აქედან ახალი ჩამოსული რო ვიყავით და რაღაცა დედამისი სულ მოდიოდა ხან ტანსაცმელი მოქონდა, თბილი ტანსაცმელი ზამთარში ხან რაღაცა და მოკლედ ძალიან დიდი პატივი აქვს ნაცემი ყოველ ზაფხულს ხან ბათუმში მივდიოდით, ხან ქობულეთში რაღაცა. მოკლედ სადაც მიდიოდა ელენე, იქ ვიყავი მეც რა. ისეთი გამოყრელი მეგობრები ვიყავით. ხო და შარშან ზაფხულს მე მახსოვს შარშან წინ გამოცდებზე რო ჩავიჭერი, მახსოვს რომ სუსუ საბოლოო შედეგი რო ვნახე, ჩემი დაბადების დღე იყო 1 სექტემბერი, საბოლოო შედეგი რო ვნახე, რომ თქვენ ვერ ჩაირიცხეთ უნივერსიტეტშიო, ამეტირა. ძალიან მოულოდნელად, კი ვიცოდი უკვე რომ всё მორჩა
ფქულებიც მომატებულია, ყველაფერი, მაგრამ აწი არაფერი არ მეშველება თქო. ვიცოდი უკვე რომ ჩაჭრილი ვიყავი გამოცდებში, მაგრამ აი საბოლოო შედეგი რო ვნახე, ძალიან ამეტირა და ელენე ჩემ გვერდით იყო და კაი რა გატირებს და ხო იცი თუ არ დანებდები წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებლად გამოგივა და აი ესეთი მოტივირებული სიტყვებით გვერდში მეჯდა და რაღაცა და მე მეუბნება რომ კაი ახლა გადავედი სახშიო და შენ დაბადების დღეზე ნუტირი ხარ უნდა გაერთო. ხო და მე იმას მეუბნებოდა რომ მომავალ წელს აუცილებლად ჩააბარებ და თბილისში რომ ჩამოხვალა ერთად ვიქნებით, ერთმანეთს ვნახავთ ხოლმე, სადმე გავალთ, გამოვალთ, მაგრამ რატომღაც სამწუხარო რაც არის, ყოველთვის ადამიანებთან მიწევს იქეთ კომუნიკაციაში შესვლა და აი ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხა მაგ ფაქტმა, რომ ყოველთვის სულ იქეთ რო გიწევს აქტიურობა, ცოტა ზედმეტად დამღლელია. რავი, ნებისმიერი სამი კინკილა მეგობარი მყავს და სამივეს რო ვაკვირდები, სამივესთან იქეთ მიწევს ჯიკაობა, რომ აბა იქეთ მიწერა, იქეთ მოკითხვა, იქეთ ანუ ყოველთვის იქეთ მიწევს ყურადღების გამოხატვა და ეს მეგობრობაში ცალმხრივი აქტიურობა ცოტა ძალიან გულსატკენია, ესე ვთქვათ. ხო და ელენე მაინც ბავშვობიდან თავისი ხასიათების არის რაღაცნაირი ძალიან ესეთი ცვალებადი ხასიათი აქვს და სულ კამათობდით ხოლმე და სულ ჩხუბობდით, უბრასდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მერე ვრიგდებოდით ხოლმე. რა ვიცი, ერთადერთი გაბრაზება რაც იყო, ეგ იყო ალბათ მაქსიმუმ 5 დღიანი, ალბათ არც კი. მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს რაც დავაკვირდი თბილისში რომ ჩამოვედი და რაღაცა კი ვნახულობდით ერთმანეთს, გავდიოდი რაღაცა, მაგრამ აი არ მომწონდა იქაური სიტუაცია რა სიტუაციაში ერთმანეთს ხვდებოდით ხოლმე და იმის მერე რავი იმის მერე კაი ხანია მოკლედ არ გვინახავს ერთმანეთი და რავი ახლა თვითონაც თან მუშაობს მაკდონალდში, თან სკოლაში დადის, დრო არ აქვს, მაგრამ იცოდე რომ მეგობრისთვის დრო ყოველთვის გამოინახება. იმიტომ რომ შენზე უარესი გრაფიკით ვმუშაობ მე, შენზე უარესი გრაფიკით არ ვსწავლობ. მაგრამ ანუ არკეთილიდან დავდივარ სამედიცინო ისა ვაჟაზე. 1 საათი მარტო გზაში მჭირდება, 1 საათი იქეთ, 1 საათი აქეთ. თუმცა, რა ვიცი, თუ გულით გინდა და რაღაცა, მეგობრისთვის ყოველთვის გამოინახება დრო და რატომღაც ცოტა საწყენია ეს დისტანცია და ეს სიშორე. კი, მაშინ ახლა მე სოფელში ვიყავი, შენ თბილისში იყავი და ძალიან ასობით კილომეტრები გვაშორებდა და რაღაცა, მაგრამ ეხა ორივე თბილისში ვართ და არც ერთი ვცდილობთ და არც მეორე რომ ვთქვათ ერთმანეთთან უფრო ახლოს ვიყოთ. კაი, ამ თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ეს კარგად დაემთხვა ჩემი დღევანდელი დასვენების დღე და რა ჩავიცვა არ ვიცი. ანუ თემუდან გამოვიწერე ტყავის რა, ეხა თემუდან გამოწერილი ტყავი არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მომწონდა ამ ბოლო დროს და ძალიან მინდოდა რომ ესეთი ის მქონოდა. ესეთი კაპიშონი რა მოსაცმელი. ტყავის ეხა კარგად ვერ განახებთ. ხო, ძალიან მინდოდა რომ ეს მქონოდა. და თემუდან გამოვიწერე ელი მე მგონი. და ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ მე დიდი ტანსაცმლის მოყვარული ვარ და ძალიან მომწონს. უბრალოდ ზედმეტად ეს არის დამამძიმებელი რა, ფართეროა და ფართხუნა და რაღაცა. ძალიან მიხდება ჩემი აზრით, ძალიან მომწონს. მაგრამ ცოტა ეხა დაბადების დღეზე ჩასაცმელად სადაც უნდა იცეკვო იმყე რომ გაერთო,
მე მგონი ცოტა ზედმეტად დიდია და ზედმეტად დამღლელია. იმიტომ რომ სამსახურშიც რომ მაცვია საღამოს სხვა რაღაცას ვიცმევ ხოლმე, მიმაქვს გამოსაცვლელი. ეს კაპიჩონიც თემუდან გამოვიწერე. შევიკრა და ისე გაჩვენებთ. ძალიან მომეწონა ეს გამოწერა. ერთი წუთი. ნახეთ. ესეც რაღაცა ხატია. მკლავებზეც. ეგეთ რაღაცეები მიყვარს. ხო, კიდე გამოვიწერე ეს ნაჭრის თუ ტილოს შარვალია, ფართეა, ძალიან კარგია, ძალიან საყვარლობა. კიდე გამოვიწერე შავი ჰუდი, რომელიც გამოვიწერე M-ი მე მგონი. ანუ L-ზე ერთი ზომით პატარა და ეგეც ცოტა პატარა მაქვს რა. ეხა ამასაც სიამოვნებით ერთი ზომით დიდს ჩავიცმევდი, იმიტომ რომ რატომღაც ძალიან ისე ვარ რა. კომფორტულად ვერ ვარ, როცა მოტკეცილი ტანსაცმელი მაცვია. მით უმეტეს შარვალი, ეხა ოდნავ ვიწრო შარვალი რო ჩავიცვა, ვეღარ ვივლი. იმიტომ რომ გადაჩვეული ვარ. ხო და მოკლედ მოვიფიქრებ რას ჩავიცმევ. ტანსაცმელები მაქვს ოპტომ. 3, 4 ფეხსაცმელი მაქვს, 4-ვე ახალი. არა 3 ახალი და 1 ვიყიდე იტალიაში რო წავედი მაშინ. პლუს ამას რავი ტანსაცმელები, ჯინსები, ზედები, კაპიშონები, ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს, მაგრამ არ ვიცმევ. ანუ ჩვევად მაქვს რაღაცნაირად. ერთი და იგივე ტანსაცმელში რო თავს კომფორტულად ვიგრძნობ, თითქმის სულ უმეტესწილად ის მაცვია ხოლმე რა. და სხვა ტანსაცმელი მიგდებული მაქვს, თორე აი ტანსაცმელი მაქვს მართლა სად წავიღო აღარ ვიცი. პლუს სოფელში დედაჩემმა გამოაგზავნა კიდე ძალიან ბევრი ტანსაცმელი და მანდაც ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა, რაც მომწონს. ხო და ამ ვიდეოს დამდები მაინც არა ვარ, ეხა მე 1 წუთში და 2 წუთში. ასე რომ ვიტყვი. რა უყიდო საჩუქარი არ ვიცი. ანუ ძალიან ისე უცებ მოხდა. კი ვიცოდი რომ დღეს დაბადების დღე გქონდა. უпростоრეთ, ანუ მე სიმართლეს გეტყვით და ამაში საწყენიც არაფერი არ იქნება ელენესთვის. ანუ დაბადების დღეების დამახსოვრებაში ვარ ძალიან სუსტი რა, მარტო ჩემი ძმის, დედაჩემის და მამაჩემის დაბადების დღე ვიცი. სხვა არავისი. ხო და გუშინ ამოაგდო Facebook-მა ხვალ ელენეს დაბადების დღეაო წარწერა ამოაგდო ესეთი და მეთქი ვაუ და სამსახურიდან რომ მოვედი ეგრევე დაურეკე ელენეს. ძალიან გვიან მოვდივარ ხოლმე მე სამსახურიდან, იმიტომ რომ 11-ზე ვკეტავ მაღაზიას და ანუ ვარკეთილის მეტრო ხო 11-მდე მუშაობს და ძალიან გამიმართლა იმაში, რომ სამსახურის გვერდით გაჩერებაზე გამოვდივარ და პირდაპირ 310 მოდის მაქედან სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან ვარკეთილში პირდაპირ ჩემი სახლის გადასახველთან აჩერებს რა. ხო და მაგას დავყვები და ეგ მაგ ავტობუსს ჭირდება 12-ის 15 წუთზე რომ გამოვა ხოლმე იქედან პირველის 25 წუთზე მოვდივარ ხოლმე სახლში პირველის ნახევარზე და როგორც კი მოვედი ესე 10 წუთში დაურეკე და მეულოცე დაბადების დღე. ხო და ძალიან ისე მოულოდნელად დამპატიჟა. უბრალოდ იცით რა არის? მაგის სამეგობროს დიდად არ ვიცნობ. და მე თვითონ ისეთი პიროვნება რაღაცნაირად ცოტა ზედმეტად ჩაკეტილი, რომ ანუ ჩემთვის ყოფნას ვანიჭებ ყოველთვის უპირატესობას, ვიდრე ვთქვათ რაღაცა ხალხმრავალ სიტუაციებში ყოფნას. ანუ ელენე ხა ისეთი პიროვნებაა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს და
ნუ ჯერ ბავშვია და გაიზრდება და მერე მიხვდება რა თქმა უნდა ვინ არის ნამდვილად მისი. მაგრამ მე რატომღაც ეგეთი პიროვნება ვარ, რომ ძალიან არ მიყვარს ზედმეტად ბევრი ადამიანების ახლოში მოშვება. რავი, ალბათ რაც მეტ ადამიანს მოუშვებ ახლოს, მით უფრო მეტად გულნატკენი დარჩები. იმიტომ რომ რავი, ვინც მართლა შენია და ვინც მართლა ნამდვილია, ეგეთი უნდა გყავდეს გვერდში ყოველთვის. ხო და ეს იმას მოვაყოლე, რომ ელენეს მეგობრებს დიდად არ ვიცნობ, 2-3 ვიცნობ მარტო და ვინები გეყოლება თქო რომ ვკითხე, მარტო ამას იცნობო შენო და დანარჩენს გაგაცნობ რომ მოხვალო და ცოტა ეგ დისკომფორტის ფაქტორს მიქმნის, რომ რაღაცა უმეტესწილად უცხოებში რომ უნდა ვიყო რა. მაგრამ არა უშავს ახლა ცოტა დამაფიქრა კიდეც, რომ მეთქი წავიდე თუ არ წავიდე. მაგრამ რავი, აბა, არა უშავს, გავიცნობ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგადაც გავერთობთ. აი ეს დღეს რაღაცა წელი მტკივა ძალიან, აი უკან წელზეც მაწვება სიმძიმე, აქაც მაწვება სიმძიმე. და რავი, გუშინ რომ მოვედი სამსახურიდან, აქვე ჩემ წინ არის ტრენაჟორები რა, სავარჯიშოები და თან ნაუშნიკები მეკეთა, სიმღერები მქონდა ჩართული და მეთქი ბაჩო ხვალ მაინც არსად არ გეჩქარება თქო. დღეს ადრე წილი არ გიწევს თქო და მოდი ცოტა ხანი ივარჯიშე თქო და რავი 15-20 წუთი ალბათ ძალიან მივაყარე რა. ტრენაჟორებზე თითქმის ყველა ტრენაჟორზე ვივარჯიშე და შეიძლება მაგანაც იმოქმედა ტკივილებზე რა, ახლა უცებ უგანაჩენოდ ვარჯიშიც არ ვარგა. თან კიდე სამსახურში გუშინ წინ ადამიანთა იცით? ანუ წვენები სადაც გვილაგია, წვენები და წყლები, მაგ თაროს მაღლა გვიდევს 5-ით მაკარონები და გვერდით დგას კიდევ პატარა ხის თარო, რომელზეც გვილაგია უმეტესწილად ენერგეტიკულები და ლუდები. ხო და ისა მაკარონის ჩამოტანა მინდოდა რა ზემოდან. ავედი კიბეზე და 1-5 მაკარონი ჩამოვაგდე და მეორე 5 იყო ძალიან დაზიანებული და მეთქი ხა ეს მაკარონი არ გადმოიყაროს თქო და 5-ის გასასწორებლად რომ გადავიჭიმე, რა ვიცი, დამიცურდა ფეხი და რას მოვჭიდებულიყავი, აღარ ვიცოდი რა, ისე ვიყავი, იმიტომ რომ ფეხი ამიცურდა თუ ხელი ამიცურდა, არც მახსოვს წესიურად რა მოხდა, უკვე რას ჩავჭიდებულიყავი, აღარ ვიცოდი და იქეთ ხელი რკინას მოვკიდე, აქეთ ფეხი ჩამოვადე იმას ხის თაროს, სადაც ენერგეტიკულები და წვენები გვილაგია და ჩატყდა ეგ ხის თარო და ეს ლუდები და ენერგეტიკულები ხო სუძირს მოიფანტა. მერე დაბლა თაროც რო წაყანყალა იქიდანაც ჩამოცვიდა რაღაცეები და მოკლედ დამემხო მთელი თარო თავზე და მაგ დროს მაქვს მე კი ჩამოვედი მშვიდობით, ანუ ჩამოვარდნით, არ ჩამოვარდნით, ვარ ჩამოვედი ჩვეულებრივად, მაგრამ აი მაგ დროს ფეხი თუ ხელი რო დამიცურდა და თარო რო ჩამიტყდა, ზუსტად მაგ დროს აი აქ მაქვს ეს ადგილი მაქვს მირტყმული სადღაც ატყავებულიც მაქვს აი აქ. აქ მაქვს მკერდთან გახეხილი და ძალიან მტკივა, აი აქ რაღაცას მივახეხე ესეც და ძალიან მტკივა და მხარზეც მოქმედებს და კიდე რა იყო, მეტი არაფერი. მოკლედ დიდი დაზიანება არაფერი არ მიმიღია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოიფანტა მთელი ენერგეტიკულები და ლუდები საწყობში და ხეხევ წმინდე და ვალაგე. ხო და იმას გეუბნებოდით, რომ ამ ვიდეოს მაინც საღამომდე არ ამგონია რომ დავდო და ვფიქრობ რა ვუყიდო.
საჩუქარი. ანუ ბავშვობიდან ერთად ვართ და რაღაცა და თან საუკეთესო მეგობარია და კი უნდა ვიცოდე მისი გემოვნება და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი, იმდენად ისეთი ხასიათების გოგოა ელენე, რომ იმდენად ხშირად ეცვლება გემოვნება, რომ ვერ გაუგებ როდის რა უნდა უყიდო. აი ტანსაცმლის მხრივ მით უმეტეს გუშინ სხვა სტილი ქონდა, დღეს სხვა სტილი აქვს. მაგასაც ძალიან ფართე სტილი უყვარდა, ფართე ჯინსები, ფართხუნა ტანსაცმელები, კაპიშონი რაღაცა, მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს კი არა, კაი ხანია უკვე გადასულია ცოტა ისეთებზე, ძალიან კლასიკურზე რა, რაღაცნაირად ჩექმები, მაღალქოსლიანები, კაბა, რაღაცა. მაგრამ ერთადერთი ის ვიცი, რომ ტოპები უყვარს ძალიან და რაღა დროს ტოპია. ზაფხული უკვე გავიდა, მაგრამ გოგოებს მაინც სუაცვიათ ზამთარ ზაფხული ტოპები და ფიქრობ, რომ რამე კაი ლამაზი ტოპი ხო არ ვუყიდო. კიდევ კიტკეტი უყვარდა ძალიან, მე მახსოვს და ტკბილეულს კიტკეტს ჩაუდებ. რამე საყვარლობა დათუნიას უყიდი. რამე პატარა და საყვარლობა დათუნიას უყიდი. სამახსოვროდ და მეტი არ ვიცი რა უყიდო, რა საკრასკავები ძალიან უყვარს, მაგრამ ანუ მე ახლა საკრასკავებში არ ვერკვევი და რავი რა შეიძლება რომ უყიდო ახლა ტონალურია თუ პომადაა თუ რაც არის, ყველაფერს თავისი გემოვნებით ყიდულობენ და ისვავენ გოგოები და მე რა ვიცი ახლა როგორი ფერი და როგორი ხარისხი და როგორი რა უყვარს. სუნამოებზე გიშდება კიდე. სუნამოები უყვარს ძალიან, მაგრამ როგორი უყიდო არ ვიცი. მეც რამდენი ხანია სუნამოს ყიდვა მინდა და ვერ გავედი, ვერ მივახწია სადგურის მოედნამდე სამსახურის გადამკიდე. ხო და აი დღეს გავალ. ოღონდ 2 საათია უკვე და 1 წუთი ბოდიში. ხო, 2-ს უკლია 5 წუთი და უკვე დროა რომ გავიდე და რამე შევარჩიო ტანსაცმელი კი არა და საჩუქარი ელენისთვის. ჩემთვისაც სუნამოს ვიყიდი, ბარემ რადგან მიზეზი მომეცა, იქნება მოვიცალო და გავალ სადგურის მოედანზე და ჩემთვისაც ვიყიდი ერთ სუნამოს. ოღონდ როგორ სუნამოებს ისხავს, ეგეც არ ვიცი რა. ანუ არც ძალიან მძაფრი უყვარს და არც ძალიან ტკბილი, მაგრამ ნუ ეხა გოგოსთვის რაც შეიძლება იყიდო, ვთქვათ, ეს არის ვანილის სურნელით. რაღაცა ცოტა ისეთი მოტკბო და მოთბილო, მოლაითო სუნი რო კონდეს. ხო და რავი, ხა ჩემი გემოვნებით რასაც აურჩევ ვუყიდი და თქვათ თუ არ მოეწონება და თუ არ გამოიყენებს, ეგეც მაგაშიც საწყენი არაფერი არა, ან მეგობარს აჩუქებს, ან რაღაცას, ვისაც მოეწონება, რავი. მოვიფიქრებ რა. ხო, ეხა ძალიან ტრენდშია შემოსული TikTok-ზე, მე მგონი, აი რამდენი წლისაც არიან, იმდენ საჩუქარს რო ჩუქნიან. ხო და ესეთი პატარ-პატარა რაღაცეები, 16 ცალი ხო არ მეჩუქა. მაგრამ მაგას უნდა, რავი, ხაღალდებში გახვევა და შეფუთვა და ეგეთი რაღაცეები და მე კი მიყვარს ეგეთი ორიგინალური საჩუქრების გაკეთება და ეგეთი მილოცვები, მაგრამ ეხლა ნამდვილად მაგისი არც დრო არ მაქვს და არც მოფიქრების უნარი, რომ თქვათ 16 საჩუქარი აურჩიო და ცალ-ცალკე შეუფუთო და ჩაუდო. მაგრამ რავი, რამეს მოვიფიქრებ, ყოველთვის მიყვარს ეგეთი რაღაცეები. ანუ რეალურად საჩუქრის გამჩუქებელი უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე მიმღები რა, ყოველთვის ეგრეა, ანუ საჩუქრის შერჩევა და თქვათ შეფუთვა და გაჩუქება სხვა ადამიანის გაბედნიერება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საჩუქრის გახსნა და მიღება რა. ხო და ძალიან მიყვარს ეგ პროცესი. და რა ვიცი, ესეთი სიტუაცია. გუშინ
ღამის 3 საათზე დავიწყე თხილის დამტვრევა. მამა ჩემმა გამომატანა იმიტომ რომ ჩამოვედით იტალიიდან სოფელში ხო ჩავედი, ერთი დღე ხო გავჩერდი სოფელში და თხილის სეზონი იყო მაშინ ზუსტად და გამომატანა ერთი ვედრო თხილი ჩამიყარა რა შეჭამთო და იმის მერე აქ რომ მოვიტანე ბიჭებმა კი ჭამეს 1000 გეკალი, მაგრამ არაფრად არ ვარგაო და მიატოვეს კაციშვილს არ უჭამია და გუშინ ძალიან მომინდა ესე რადგან ვიცოდი რომ არსად არ მიჩქარებოდა და რაღაცა ძალიან მშვიდად წყნარად ვიყავი და მეთქი ახლა თქვათ ეხლა ლოგინში ჩავწვევი თქო რამე კაი ქართულ ფილმს ჩავრთავ თქო რამე ისეც შემოდგომის ცოტა გრილამინდებს რომ მოუხდება თქო და რაღაცა რამე ისეც სნექი მისაყოლებელი მინდა თქო და რაც მომაფიქრდა ეგ იყო რომ მეთქი მოდი თხილს მოვხალავ თქო და დავიწყე ღამის 3 საათზე თხილის დამტვრევა და მეთქი მეზობელმა თუ ჩამომივარ და ეხლა თქო და ანუ კი ძალიან ცუდი თხილი იყო და რაღაცა, მაგრამ კაი ერთ თებში, კაი ბლომად მოვხალე თხილი და წავიღე ლოგინში, ჩავწექი და მოდის ჩემი ძმა. მაშინ მოვიდა სახლში ღამის 3 საათზე და მომიჯდა გვერდით, მომიწვა და აბა ეხლა მოხიე აქედან თქო და ნახევარი შემიჭამა. ხო და ფილმისთვის აღარ მიყურებია TikTok-ის სკროლე და მე კიდე ვიძინე. მივეჩვიე დილას ადრე გაგვიძებას, ნუ ეხლა ძალიან ადრეც არ ვიღვიძებ, მაგრამ უკვე მაღვიძარის გარეშეც მეღვიძება რა. ხო და ძალიან კარგია. რაღაცები შეცვლა მინდა რამდენი ხანია უკვე. მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, მით მეტად ვუკვირდები ძალიან ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ. ეხლა ძალიან სერიოზულ თემაზე მინდა თქვენთან საუბარი და ძალიან არ მინდა თან რომ გამეწელოს ვიდეო, მაგრამ 27 წუთია უკვე ვიღებ და 15 წუთი კიდე დაგელაპარაკებით. აი ესეთ კითხვას დაგისვავდით და ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხები. 10 წლით უკან რო დაგაბრუნდათ, რას შეცვლიდით საკუთარ ცხოვრებაში? ძალიან დამაფიქრებელი კითხვა და ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი. მე მაგალითად რავი, ჩემი აზრით ალბათ ვისაც არ უნდა დაუსვა ეს კითხვა, ეხა 10 წლის ბავშვს არ გულისხმობ, მაგრამ ვისაც არ უნდა დაუსვა ეს კითხვა, რაღაცა პასუხს მაინც გაგცემს. ჩემ დეიდაშვილს დაუსვი მაგალითად ეს კითხვა, რომელიც არის 30 წლის და გამცა პასუხი. და მე, რომელიც ვარ 19 წლის, მე რომ ეს კითხვა დამისვას ვინმემ, თქვათ 10 წლით უკან რო დაგაბრუნა, ამ 10 წლის განმავლობაში რა შეცვლიდიო შენ ცხოვრებაშიო? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, რაც არ მომწონს საკუთარ თავში და რაც გამოსასწორებელია, მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერი არ ის გამოც თქვათ ვნანობ, რომ ესე არ გავაკეთე. თუმცა არ მინდა 10 წლის შემდეგ ვიღაცა რომ მკითხავს, ამ კითხვას რომ დამისვას ვიღაცა 10 წლის შემდეგ, არ მინდა ესეთი პასუხი გავცე, რომ ძალიან ბევრ რამე შევცვლიდი თქო. მინდა გამაჩნდეს ისეთი პასუხი, რომ აი არაფერს არ შევცვლიდი ძალიან ელემენტარული რაღაცეების გარდა თქო და 10 წლის შემდეგ ესეთი პასუხი რო გავცე. იმიტომ რომ რისი გაკეთებაც მინდოდა და რისი მიღწევაც მინდოდა, ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი შევძელი და ყველაფერს მივაღწიე. ძალიან რთულია სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ესეთი პასუხები გაგაჩნდეს, იმიტომ რომ რავი რა ადამიანი თუ შრომობ და თუ მუშაობ იმისთვის, მარტო იმისთვის, რომ ვთქვათ, საკუთარი თავი უზრუნველყო იმ საჭმლით, სასმლით და ელემენტარული ჩასატანსაცმელი იქნება თუ სადმე გასვლა იქნება, გართობა იქნება თუ რაღაცა იქნება, ელემენტარული რაღაცებით რომ უზრუნველყო საკუთარი თავი, მაგისთვის შრომობ რა.
თორე ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის სიტუაცია, რომ თქვათ შეძლო რაღაცა შენი პატარ-პატარა ოცნებები და მიზნები რო აიხდინო. მე მაგალითად რავი, ჩემს ხელფას არ ვუჩივი, არ ვუწუნებ არაფერს. მშვენიერი ხელფასი მაქვს ამ ეტაპისთვის, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, რომ ყველაფრისთვის, ესე ვთქვათ, დიდად სხვები არ მაწუხებენ, რა თქმა უნდა. ანუ არ მიწევს ვთქვათ, ეხა როგორც დედა რო ხარ და თუნდაც მამა რო ხარ და შენი ერთი კაცის ხელფასით რო გიწევს, რომ იქ შვილები უზრუნველყო, შვილებს რამდენი რამე ჭირდება, წარმოიდგინეთ, მარტო ხელა დედობა ძალიან რთულია და შვილებს რამდენი რამე ჭირდებათ, მით უმეტეს პატარებს და ძალიან რთულია, რომ შენი ხელფასით უზრუნველყო ოჯახის წევრების ცხოვრება რა, მაგრამ მე არავინ არ მაწუხებს. ხო და ფულის სესხებაც ავიღოთ, თქვათ ნათესავი მომწერს თუ ვიღაცა მომწერს ფულის სესხებაზე, ყველამ იცის, რომ მე არავის არ ვაწუხებ. მე რაც არ უნდა გამიჭირდეს, აი ახლა თვის ბოლოს მაგალითად როცა უკვე ხელფასი მიწურულს გაქვს და თქვათ არ ყოფნის მაგ პერიოდშიც ძალიან თავს ვიკავებ, არ მიყვარს ზოგადად ადამიანების შეწუხება. ძალიან იშვიათად რომ მომიწიოს, თორე მე არ ვაწუხებ იქეთ სხვას, არ ვთხოვ, რომ თქვათ ფული მას ესხედა რაღაცა და თუ დამჭირდა, აუცილებლად როცა ვიტყვი, რომ ამ დღეს დაგიბრუნებ, აუცილებლად ვუბრუნებ. მაგრამ არ მიყვარს ასევე აქეთ რომ აწუხებენ, თქვათ ფული მას ესხე ან რაღაცა. ანუ რომც შემეძლოს, რავი, რა გავაკეთო, არ მიყვარს ფულის გასესხება, გათხოვება და რაღაცა და მით უმეტეს გული მაქვს ავარჯნილი და იმედი მაქვს გაცურებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ უარი ვერ ვთქვი. ელემენტარული იყო, რა თქმა უნდა, 10 ლარი, 20 ლარი, მაგრამ როცა მე ამ 10 ლარისთვის და 20 ლარისთვის ძალიან ბევრ შრომობ, და როცა ადამიანი გეტყვის, რომ აი ამ დღეს გადმოგირიცხავ აუცილებლად და ამ დღეს მოგცემ, უბრალოდ ეხლა ძალიან მჭირდება და რაღაცა, შენ არ უნდა გიწევდეს ადამიანისთვის იქით მიწერა და ყველაზე მეტად რასაც მეშლება ნერვები, გიწევს ახსნა მევალესთვის, რატო გჭირდება და რისთვის გჭირდება ეს ფული რა. ანუ რატო ხო? შენ რო გამომართვი, მე რო გამოგართვი ფული და გითხარი, რომ აი ეხა ესე მჭირდება, ამისთვის მჭირდება და აი ამ რიცხვში აუცილებლად დაგიბრუნებ. გავიდა ეს რიცხვი და მე მართლა დამჭირდა ის ფული, რაც გავასესხე. რატო უნდა მიწევდეს მე იმის ახსნა, რაში მჭირდება, რისთვის მჭირდება და რატო უნდა მიწევდეს იმის თქმა, რომ აუცილებლად მჭირდება. აი ეგეთი არ შემიძლია რა ეგეთი რაღაცები. მე ჩემთვის, თქვენთვის, რა ვიცი. კი ახლა ადამიანები ვართ და ყველას გჭირდება ხოლმე რაღაცა იქეთაც და აქეთაც მეც დამჭირვებია და მისესხებია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ადამიანისთვის მithქვამს, რომ ეხლა ძალიან მჭირდება და ამ რიცხვში მოგცემ ფულს, ის რიცხვი ისე მოსულა და იმ რიცხვში იმ ადამიანისთვის ისე გადამირიცხავს ფული, რომ ვინც მას ესხა, იმას არ მოუწია ჩემთვის თქმა, რომ აი მჭირდება. და ეგრეც უნდა იყოს რა, ნდობის ფაქტორია ელემენტარული და პატივისცემა. ხო და რას მოვაყოლე ვაფშე ეს ამბავი აღარც მახსოვს. ხო და ეგრე უნდა იყოს რა. ძალიან არ მიყვარს მსგავსი საქციელი. მით უმეტეს ისეთ ადამიანებს არ ვასესხებ ფულს, რომლებიც ვიცი რისთვის იყენებენ მაგ ფულს. ანუ ცუდი ამბებისთვის თუ იყენებენ, თამაში აიღე, რავი, ეგეთი ადამიანებისთვის მით უმეტეს ვერ.
გინდ თამაში აიღე და რავი ნებისმიერი რამე რაც ცუდია. მე მაგათთვის ვერ გავიმეტებ ფულს. ხო და ეგეთი ვარ და რა გავაკეთო. მე თვითონ იმდენად მორცხვი ვარ, რომ მე რო გამიჭირდეს და მე რო დამჭირდეს თქვათ თვის ბოლოს ხელფასამდე ფულის სესხება, მე ისეთი მორცხვი ვარ და ისეთი მორიდებული ვარ, რომ ვერავის ვერ ვთხოვ. რომ ფული მასესხე. ხო და როცა მე ესეთი ვარ, აქეთაც არ მინდა რომ თქვათ ვინმე ზედმეტად შემაწუხოს და როცა ვიცი რომ ადამიანს ჭირდება და რაღაცა კი ბატონ, კი ეხა ისეთი თუ ვიცი რომ ძალიან ისეთი სიტყვის კაცია და რაღაცა და მართლა ჭირდება ასესხებ რა თქმა უნდა, მაგრამ ეგრე მეგონა ზუსტად 1, 2, 3 ეგეთები მეგონა, რომლებსაც ვათხოვე ძალიან მიზერული თანხა 10 ლარი 20 ლარი, მაგრამ მაინც იმედები გამიცროვდა, რომ უკან არ დააბრუნეს და ვაფშე ისე გაქრნენ გეგონება მილიონებზე ყოფილიყო საუბარი და ცოტა არ იყოს სამარცხვინოა. და ჩემი ხა დავანებოთ ამ თემაზე საუბარს და იცი რაზე ვსაუბრობდი, იცი საიდანსაც გადავეშვი ხალხო. დილა უთენია, იმან რა ქვია, ყავამ და კოფეინმა ხლად გადამრია. დილა უთენია არ არის 2 საათია, მაგრამ მაინც. ხო და ნუ რა თქმა უნდა, ეხლაც რომ მკითხონ 10 წლით უკან რო დაგაბრუნა 10 წელში რა შეცვლიდიო, ეხლაც ძალიან ბევრ რაღაცას უპასუხებდი, მაგრამ ისეთი ძალიან ბედნიერი ვარ იმ მხრივ, რომ ისეთი სერიოზულს არაფერს არ შევცვლიდი. მადლობელი ვარ ღმერთის, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ღმერთმა ესეთი მშობლები, ესეთი ოჯახი, ესეთი ნათესავები მარგუნა, როგორებიც მყვანან და პლუს ამას მადლობელი ვარ საკუთარი თავის და საკუთარი ცხოვრების იმ ცხოვრების, რაც ღმერთმა მაჩუქა. თუმცა ელემენტარულ რაღაცებს შევცვლიდი. პირველ რიგში, რასაც შევცვლიდი, არის ის, რომ სწავლას მივაწვევდი ბოლომდე. ანუ, არ ვიცი, ძალიან ნანობ ეხლა რა, აი რო გეუბნებიან ხოლმე მერე ინანებო და რაღაცა, მართლა ეგრეა რა, სწავლას ძალიან მივაწვევდი ბავშვობიდან, იმიტომ რომ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული თუ არ შეეჩვიე ამ სწავლას, მერე ძალიან რთულია და ინგლისურს პირველ რიგში ყველაზე კარგად ვისწავლიდი. რავი, თუნდაც პირველი კლასიდან მოყოლებული ინგლისურს ვისწავლიდი ყველაზე კარგად, იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობ, რომ მე რო ინგლისური წყალივით ვიცოდე, ძალიან ბევრ რამეში გამომადგებოდა რა. და დანარჩენი ელემენტარულ რაღაცებს შევცვლიდი, თქვათ ელემენტარულ რაღაცებს შევცვლიდი, რისი შეცვლაც ეხლაც შემიძლია რა. პირველ რიგში ძალიან ელემენტარულ რაღაცებზე არ მოვიშლიდი ნერვებს, თუნდაც იმ თემაზე, რომ ბავშვობაში ძალიან რთულ ამბავთან იყო დაკავშირებული ჩემი გარეგნობის პრობლემა, ცხვირის, თვალის, ყბის და ბავშვობაში სულ სხვანაირად ვფიქრობდი და სულ სხვანაირად განვიცდიდი მაგ ყველაფერს. ალბათ როგორც დღეს ვარ, რომ ყურადღებას არ ვაქცევ ვინ რას ფიქრობს ჩემზე, ეგრე ვიქნებოდი ალბათ ბავშვობაშიც მაგას შევცვლიდი და სხვა კიდე ძალიან ელემენტარულ რაღაცებს. პირველ რიგში იმას, რომ სიმორცხვეს დავძლევდი და არ ვიქნებოდი ისეთი მორცხვი, როგორიც ვარ და პლუს ამას ვისწავლიდი პასუხის გაცემას ადამიანებისთვის. ისეთი პასუხის, როგორცაც იმსახურებენ რა, დღესაც ჩემთვის ძალიან პრობლემატური თემაა ჩემი სიმორცხვე. კი, ადამიანი რაღაც მხრივ ცოტათი მორცხვი უნდა იყო, რომ საჭიროა რა, მორიდებული რო იყო, მაგრამ ცოტათი. ხო და მე ზედმეტად მორცხვი ვარ. და ძალიან ბევრ რამეში ჩემი სიმორცხვე ბავშვობიდან მოყოლებული მიშლის ხელს. ხო და ნელ-ნელა ვასწორებ ამ ყველაფერს, რომ ანუ მართლა ყველას ყველაფერზე თავი არ უნდა დაუქნიო,
და ისეთი პასუხი უნდა გასცე ყველას, როგორცაც იმსახურებენ, რომ მიხვდნენ რა გავლენა გაქვს შენ და ესე ვთქვათ, რამხელა შესაძლებლობები გაგაჩნია რა. ყველას რო ყველაფერზე თავს უქნევ და მერე გულში კლავ მაგ ყველაფერს და მერე საკუთარ თავთან განიცდი, რომ ეს არ უნდა გექნა, ცოტა ძალიან ისეთია რა, რთული, ანუ გამოსასწორებელი ფაქტორია. ხო და იმას ვამბობდი, რომ დღესვე უნდა იმოქმედოთ აუცილებლად თითოეულმა ჩვენგანმა. დრო ისე სწრაფად გარბის, რომ უკან არ იხედება. შესაბამისად, ისე უცებ ვიზრდებით და ისე უცებ ბერდებით, რომ აი ქუჩაში რო ხედავ ვაიმე, ყავაკინაღამ დავაქცე, მირეკავენ ერთი წუთი. ქუჩაში როდესაც გავივლი და ხედავ მოხუცებულ ხალხს, რომელსაც უჭირს, რომელიც ნაგვიზურნა, ძალიან ბევრჯერ მინახავს, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მინახავს, რომ მოხუცი, თუნდაც კაცი და თუნდაც ქალი ნაგვიზურნასთან დგას და იქექება. აი ძალიან არ მინდა, რომ ეგეთი სიბერე მომიწიოს. აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ეგეთ ხალხს დავეხმარო. ყოველთვის ვცდილობ მცირედით, რა თქმა უნდა, რაც შემიძლია, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ელემენტარულით მაინც თუნდაც ერთი წამით მათი გაბედნიერება შევძლო და რა ვიცი, ძალიან ელემენტარული რაღაცებით შეგვიძლია ადამიანებმა ერთმანეთი გავაბედნიეროთ თუნდაც ერთი წამით, კარგ განწყობაზე დავაყენოთ და უბრალოდ არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს და მაგაზე მწყდება გული რა. ანუ მე არ მინდა ისეთი სიბერე, როგორი სიბერითაც დღეს ჩვენი ქვეყნის მოხუცებს გააჩნიათ სამწუხაროდ. ძალიან ბევრია, არ აქვთ სახლი, არ აქვთ კარი, უწევთ ნაგვისურნაში ქექვა, უწევთ დახმარების თხოვნა და ძალიან რთულია რა. კაცშვილმა არ ვიცი თუ ის როგორი სიბერე გველოდება და ყოველთვის ეგეთ ხალხზე არასდროს ცუდი არ უნდა ვთქვათ, არასდროს სხვა თვალით არ უნდა შევხედოთ, რადგან არ ვიცი თვალ რა მოხდება რა. ხო და ზუსტად ეგეთი სიბერე რო არ მინდა და თუნდაც 10 წლის და თუნდაც 20 წლის მერე რომ მკითხავენ რა შეცვლიდი შენ ცხოვრებაში 20 წლით უკან რო დაგაბრუნაო, არ მინდა რომ ძალიან ბევრ რამეზე ვინანო, რომ აი ეს რო არ გავაკეთე, ესე რო არ გავაკეთე, ესე რო არ მოვიქეცი, არ მინდა ამ ყველაფრის თქმა მომიწიოს, თუმცა ძალიან მიჭირს ნაბიჯების გადადგმა რა. ძალიან მიჭირს ისეთი პიროვნებაა, რომ თან მარტივად მბეზდება ერთი და იგივე სიტუაციაში ყოფნა და არ მინდა ერთი და იგივე სიტუაციაში რო ვიყო, მაგრამ თან სიახლისკენ ნაბიჯის გადადგმა მიჭირს. იმიტომ რომ ვფიქრობ რატომღაც, რომ აი ხლა ეს ნაბიჯი რო გადავდგა და ესე რო არ მოხდეს და ესე რომ მოხდეს, ესე რომ ანუ ძალიან ეგეთ ფიქრებში მივყავარ მაგ ყველაფერს, თუმცა დამიჯერეთ და გირჩევთ ესეთ რაღაცას, რომ ესეთი ტრენდია TikTok-ზე, რომ არასოდეს არ გადადო საქმე ხვალისთვის, გადადე ზეგისთვისო და უფრო მეტი დრო გექნებაო დასასვენებლათო რა. რაღაცა დაახლოებით ეგეთი ეს არის. ხო და რაზეც გული მწყდება ის არის, რომ ვაკვირდები რა უცებ გარბის დრო და ვაკვირდები იმას, რომ ვერაფერს ვერ ვცვლი საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში. კი ეხლა რა თქმა უნდა მე თან უცებ მინდა რომ მოხდეს ეს ყველაფერი, თან ვიაზრებ იმას, რომ უცებ არ ხდება და თან გული მწყდება, რომ რაღაცა თითქოს ერთი და იგივე სიტუაციაში ვარ სულ და თითქოს არაფერი არ იცვლება. თუმცა მე იმას გირჩევდით
ყველას თითოეულ თქვენგანს კარგსაც და ცუდსაც, რომ აი დილას როდესაც გაიღვიძებთ მთელი დღის განმავლობაში ეცადეთ, რომ თუნდაც ელემენტარული მცირედი ნაბიჯი გადადგათ იმისათვის, რომ წინ წახვიდეთ. ანუ ნახეთ, თუ არ დაიწყეთ დღეს, ხვალ უკვე დრო გადის. აი, ყოველთვის ეცადეთ, რომ თითოეული დღე არ გავდეს ერთმანეთს და არ იყოს ერთი და იგივე. თუნდაც ელემენტარული რაღაც გააკეთოთ, ისეთი რაც გუშინ არ გაგიკეთებიათ თქვათ და რაც გამოგადგებათ და გამოადგებათ თქვენ მომავალს და არ იფიქროთ, რომ მე ეს დღეს თუ გავაკეთე და ხვალ არ გავაკეთე, აზრი არ აქვს. ნუ ეგრეც არის რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარია რომ დღეს გააკეთო, როცა გაქვს იმის შესაძლებლობა, იმის საშუალება, რომ გააკეთო, აუცილებლად უნდა ეცადო, უნდა იშრომო, მოთმინების უნარი უნდა გაგაჩნდეს, რა თქმა უნდა და ნელ-ნელა უნდა დაალაგო შენი ცხოვრება. ხო და მეც ძალიან მინდა და ძალიან ვცდილობ, რომ ყოველ დღე ელემენტარული რაღაც გავაკეთო, რაც ვიცი, რომ სამომავლოდ გამომადგება. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა. უფრო სწორედ რთულად გვეჩვენება ჩვენ თვითონ ადამიანებს და არ გვინდა ამის გაკეთება. არ ვდებთ შესაბამის ძალას და ენერგიას იმ საქმეში, რაც რეალურად მართლა გამოგვადგება და რისი გაკეთებაც გვინდა, მაგრამ მართლა რო გვინდოდეს, აუცილებლად ვიზავდით. იმიტომ რომ რავი, არაფერია შეუძლებელი რა. ადამიანებს უსაზღვრო ძალა გაგვაჩნია და შეგვიძლია რომ ყველაფერს მივაღწიოთ. მაღვიძა რა კიდე რო რეკავს. პირველ რიგში რავი 47 წუთი ავტიტინებ. პირველ რიგში ჩვევად უნდა ჩამოვაყალიბოთ ის, რაც სამომავლოდ გამოგვადგება. ჩვევა. არაფერი სასწაულის სირთულე არ არის იმაში, რომ თქვათ კარგი რაღაც ჩვევად ჩამოიყალიბო. და რა, აი მწევლები ვინც ხართ, გამიგებთ, იმიტომ რომ მეც მწეველი ვარ და სიგარეტის მოწევა კი არის ძალიან დიდი დამოკიდებულება და ნიკოტინის ისა, რა ქვია, ზეგავლენა ორგანიზმისთვის, მაგრამ სიგარეტიც უმეტეს შემთხვევაში არის დამოკიდებულება. აი მაგალითად ყოველ დღე ერთი და თუ დააკვირდებით ახლა ყოველ დღე ერთი და იგივე საქმეს, რასაც აკეთებთ, ის გიყალიბდებათ ჩვევად. და შესაბამისად რო არ გააკეთოთ, თავს ცუდად გრძნობთ რაღაცნაირად და ასე რომ ანუ უკვე თვითნებურად აკეთებთ რა ამ ყველაფერს. აი მაგალითად მე რო სამსახურში მივდივარ და სამსახურში წასვლის გზაზე იქეთობისას გაუკიდე ერთ ღერს მოვწიე. მერე სამსახურში მისვლამდე გაუკიდე ერთ ღერს მოვწიე. მერე სამსახურში წამოსვლისას გზაზე გაუკიდე ღერს და მოვწიე. როცა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, 4 დღე და რაღაც პერიოდის განმავლობაში როცა ამ ყველაფერს აკეთებ ერთი და იგივენაირად, ის უკვე ჩვევად გიყალიბდება და შენ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს მოთხოვნილება, რომ სამსახურის გზაზე წასვლისას თქვა სიგარეტი მოწიო ან სამსახურიდან როდესაც ბრუნდები, მაგრამ ის უკვე იმდენად გამჭდარია შენში და იმდენად ყოველდღიურობაშია ჩამჭდარი, რომ გინდა არ გინდა უკვე უკიდებ და ეწევი რა. ხო და კარგი საქმეებიც ეგრე ჩვევად უნდა ჩამოვიყალიბოთ. უნდა დავაძალოთ საკუთარ თავს კარგი ჩვევების გაკეთება, ესე ვთქვათ, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, მანამ სანამ გვიჭირს, უნდა დავაძალოთ საკუთარ თავს და მერე, როდესაც უკვე ის კარგი რაღაცეებიც ჩვევაში გაგვიჭდება, მერე უკვე თავს ძალიან კომფორტულად ვიგრძნობთ და შედეგიც იქნება. ეხლა მაგალითად
აუ რა ხდება ხანის მირეკავს მოკლედ ისა ვარ რა დირექტორი ხო აი ეგეთი სიტუაციაა რა მეც ძალიან მიჭირს რა თქმა უნდა საუბარი მარტივია და რეალობაში მოყვანა რთული მაგრამ თითოეულ დღეს უნდა ვეცადოთ რომ რაღაც სიახლე შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში კარგი სიახლე პირველ რიგში იმისათვის რომ დღევანდელი დღეც გუშინდელი დღისნაირი არ მოგვეჩვენოს ზუსტად პირველ რიგში მაგისთვის უნდა შემოვიტანოთ სიახლე იმიტომ რომ როცა რაღაც არის ახალი გაქვს мотивация და შესაბამისად მაგიტო უნდა ვეცადოთ რომ ყოველდღიურად რაღაც ახალი გავაკეთოთ და თუნდაც ელემენტარული მცირედი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და რავი არასდროს არ უნდა შევუშინდეთ სიახლეებს ახალი ნაბიჯის გადადგმას და ყოველთვის უნდა ეცადოთ რომ როგორღაც წინ წახვიდეთ და როგორღაც განვითარდეთ მე რავი სულ მაგის ფიქრში ვარ რომ რაღაცნაირად წინ წავიდე და რაღაცნაირად განვითარდე, მაგრამ თითქოს მაქვს ის განცდა, რომ არ გამომდის. თითქოს მეც მაქვს ის განცდა, რომ ყოველი დღე ერთმანეთს გავს და დრო ისე გარბის, რომ ვერაფერს ვერ ვაღწევ. მაგრამ უნდა დავაფასოთ ასევე ის, რაც დღეს გაგვაჩნია. იმიტომ რომ წლების წინ ჩვენ შეიძლება ამ ყველაფერზე ვოცნებობდით. მე მაგალითად წლების წინ, როდესაც სოფელში ვიყავი, ვოცნებობდი იმაზე, რომ სტუდენტი ვყოფილიყავი, საკუთარი სამსახური მქონოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა, თქვათ თუნდაც თბილისში მეცხოვრა და დღეს ეს ყველაფერი მაქვს და მთავარია, რომ მე ამ ყველაფრით კმაყოფილი ვიყო. და შესაბამისად, როდესაც გავა 10 წელი, მე ვფიქრობ კი არა, ეგრეც იქნება, რომ ძალიან ბევრი რაღაც შეცვლილი იქნება უკეთესობისკენ და 10 წლის მერე ვიტყვი რომ აი მე ესეთ სიტუაციაში ვიყავი 10 წლის წინ და ეხლა ბევრად უფრო უკეთეს სიტუაციაში და ბევრად უფრო უკეთეს პირობებში ვარ. ეგრეც უნდა იყოს. ხო და წავედი ხალხო ეხლა. ვაიმე ძალიან გამეწელად რომ გუშინ დავდე ერთი 10 დღის წინ გადაღებული ვიდეო ალბათ და კიდევ მაქვს დასადები რამოდენიმე დღის ერთი კვირის წინანდელი ვიდეოები ხო და ცხვირის ოპერაციაზე ვსაუბრობდი და ეგეთ გვერდში დგომასაც არ მოველოდი სიმართლე რო გითხრათ ძალიან ბევრი რჩევები მივიღე ძალიან ბევრმა თავისი გამოცდილება გამიზიარა და უღრმესი მადლობა ყველას მსგავსი კომენტარებისთვის ასევე ჩემმა მაყურებელმა და ჩემმა გამომწერმა მომწერა პირადში სახელთა გვარს არ ვიტყვი რა თქმა უნდა იმიტომ რომ რადგან პირადში მომწერა შეიძლება არ სურდეს ან რამე მსგავსი უბრალოდ სამსახურში ვიყავი და თან ისეთი გადატვირთული დღე მქონდა და ვერ მივაქციე დიდად ყურადღება და დიდად პასუხიც ვერ გავეცი და რაღაცა, მაგრამ უღრმესი მადლობა შენც რჩევებისთვის Facebook ჯგუფების ლინკები გამიზიარა ძალიან ბევრი რჩევა მომცა რაც ვთქვათ გამომატკება და უღრმესი მადლობა წავედი ახლა ხალხო პირი დამეღალა ამდენი ლაპარაკით და 1 საათია ვზივარ და ვლაპარაკობ მაგრამ ძალიან კარგი იყო აი დავიცალე და რაღაცნაირად ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი მშვიდ განწყობაზე თქვენს ყველას გისურვებთ სიმშვიდეს ჯანმრთელობას ბედნიერებას წინსვლას წარმატებას ნათელ მომავალს და რავი განსაკუთრებით ახლა ბატონო კარგად აბა უცებ გაჩვენებთ ახლა რა ვიყიდე თან ჩავალაგებ და ძალიან მოგვიანო ოღონდ 3 საათი ვიბოდიალე და რა მეყიდა არ ვიცოდი ეს სახის ნიღაბები უყიდე ესეთი 2 ცალი
ეს უნდა მოვუყიდე ეს რა ვიცი ოღონდ რამდენად მოეწონება სუნამო ცოტა ისეთი რთული ასარჩევია რა გემოვნებაზეა დამოკიდებული ის როგორი მოწონს ეს საყვარლობა ის უყიდე რაღაცა გუბკა არ ვიცი რა ქვია ანუ საკრასკავის წასასმელი გუბკა უყიდე გუბკა ტუჩის ფანქარი იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყენებს და ორი ცალი უყიდე ესეთი ეს ერთი და მეორე რაღაცა უნდა იყოს ეს უნდა აი მეორე ესეც მეორე ძალიან წეწვაგლეჯვა იყო მეტროშიც ავტობუსშიც ძლივს მოვედი ეს ჩემი სუნამო კაი ამას მე გავხსნი და ეს თვინია საყვარლობა დიდი სყიდვა მინდოდა უფრო ოღონდ ის იყო ყავისფერი და მე ვარდისფერი უფრო მესაყვარლა და მაგიტომ ვარდისფერი უყიდე ოღონდ ეს ყვითელი ის რატოა ქალაქელით ხო ჯაი საყვარლობა მეტი არც რა ვიცი ტოპის ყიდვა მინდოდა ძალიან უყვარს ტოპები და არც ერთი არ მომეწონა ანუ სამაგისო არც ერთი არ იყო ამაში ჩავიმაგებ ლამაზად ესე დაბლა ეს ფისო ეს თვალის ფანქრები ძალიან დიდი ის მიყიდია ყუთი საჭირს საყვარლობა ანუ ამდენი ვიარე და რა მეყიდა ვერ მოვიფიქრე რა გავაკეთო ეს საყვარლად ჩალაგდა ეგ არის და ეგ ეხლა უნდა მივწერო 28 კლია ისე გამოდიო თუ 20-ზე გამოდიო არ მახსოვს ძალიან მომეწონა სუნზე only you absolutely ფიზო რასა ცოტა ისახით იყურები რასა ფიზო რასა ყურებ ეგრე გაშტერებული გახვეწებ ვაიმე რასა სისაყვარლეა ნახეთ გულებს იმის ყოლება ძალიან კაია ძალიან მომეწონა ეს ძალიან მიყვარს ეგეთი ტკბილი და ლაითი სუნები მე არ ვარ ემის ძაფრის და მამაკაცური სუნის მოყვარული და ეს ვიყიდე ჩემთვის 19 ლარად სუ თეთრი მინდოდა რომ ყოფილიყო მაგრამ არ იყო და მაისურ მარჯიელა აწერია 19 ლარად ვიყიდე უბრალოდ თეთრი მინდოდა რომ მქონოდა ამ შავ იმასთან რა ქვია მოსაწმერთან შავს ძალიან უხდება თეთრი შავალი შავი მაცვია და თეთრი მინდოდა შავთან რო ჩამეცვა და ეს არის ცოტა დიდი XL მაგრამ XL იყო დარჩენილი და M იყო დარჩენილი M პატარა მქონდა და მერჩივნა რომ დიდი მქონოდა ვიდრე პატარა რა მე ხო ყველაფერი დიდის მოყვარული ვარ და მაგიტო აი ეგრე გავიქეცი ხა უცებ გამოვიცვლი მაიკას რაღაცა იმას ჩავიცმევ და გავიქცევი მეტროსთან უნდა გავიდე აუ ძალიან კაია ძალიან მომწონს ელენესთვის რა ვიცი დიდად კარგი საჩუქრები ვერ შევარჩიე იმდენი ვიარე და რა ვიცი ვერაფერიც ვერ შეურჩიე რა ანუ აფთიაქები მოვიარე და სახის მიღბებით ძლივს ვიპოვე რა ხო და საკრასკავებში ხა დიდად ვერ ვეყვევი და რომელი უნდა მეყიდა არ ვიცოდი ეს ძალიან კაია და ელენესიც ძალიან მომეწონა ელენეს რომელიც უყიდე მე მაგალითად მომეწონა და თვითონ არ ვიცი ხა რამდენად თავისი სურნელი ექნება წავედი ხალხო ეგ არის და ეგ გავიქეცი ხა მივწერო უცებ თან ტელეფონი დამჯდა რიფუქს